დავბრუნდით და მოდი გავაგრძელებ ჩამონათვალს, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ჩაის ინგრედიენტების ჩამონათვალს და მე უნდა წავიკითხო, იმიტომ რომ იმ ხელასია მაქვს, რისთვის არის კარგი ეს ჩაი, რომ ვერ დავიმახსოვრებდი ყველაფერს. ზეპირად. ერთი ყველაზე მთავარი ვერ გაიგებ. მაგას კარგი ეს ჩაი. კურკუმა, ილი, ჯავზი, დარიჩინი, მიხაკი, კოჭა. კოჭა. ოღონდ რამდენი ჩაყარე ახლა? მოდი, კურკუმა დაწერე 2 ჩაის კოვზი, ილი დაწერე 1 ჩაის კოვზი. ეხლა. ანუ მოდი. კურკუმა დაწერე 2 ჩაის კოვზი. ილი 1. ილი დაწერე, მოდი ნახევარი დაწერე ილი, იმიტომ რომ კიდე რაღაცა სპეციფიურია და შეიძლება უფრო ურთულებ ხალხს იყოს 1 რა. იყოს ნახევარი. რო არ შევაშინოთ ხალხი თავიდან და მე ჯავზი? მერე ჯავზის დაწერე 0.5. დარიჩინი დაწერე 1. ჯინჯერი დაწერე დაახლოებით, ეს ოღონდ გახიხილი უნდა იყოს კოჭა. გემოვნებით არა, აი დაახლოებით რამდენი სანტიმეტრია ესეთი 3-4 სანტიმეტრიანი ღერო გახიხილი. 2 ჩაის კოვზი? ეს კაია. 2 ჩაის კოვზი გახიხილი ალბათ კი. და მიხაკი? მიხაკი, აი რამდენიმე 3-4 цალი. 3-4 цალი თვითონ ეს მიხაკი, ანტი და დაფხვილი შეგვიძლია მიხაკიც გამოვიღეთ. მიხაკა დარიჩინს ერთად რატომ მოვიხო? მიხაკი. იმიტომ რომ ხშირად ერთად იხმარება ხოლმე სადილებში, ან ფლავს რო აკეთებენ, მაგრამ ერთი-ერთია და მეორე-მეორეა. მოდი ახლა უნდა წავიკითხო ის არის კარგი. 10 რაღაც მაქვს ჩამოწერილი, რაღაც კვლევა გავაკეთე და მართლა ნუ მენდობით თქვენს გააკეთეთ, ინტერნეტი აქ არის, Google აქ არის. თუ არ მართლა საოცარი რაღაცაა და ძალიან გავრცელებული და პოპულარული მთელ მსოფლიოში. პირველი, ებრძვის გრიპს და ვირუსებს. მაქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ამას მივუძღვენით. არ არის ყველაზე კარგი უყურე მკვიდრეები აქვს. ბუნებრივი ანტისეპტიკია და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს ბუნებრივი. ბუნებრივი ღვიძლის სანიტარი, ესე დავარქვი, დეტოქს გიკეთებს, ანუ მამნე ნივთიერებისგან ასუფთავებს ღვიძლს. ეს შესაძლებელიაო, რაღაც კვლევებმა აჩვენა, მაგრამ დაზუსტებით ამას არ ამბობენ, მაგრამ შესაძლებელია ანელებდეს, ან სულაც აჩერებდეს სკლეროზის პროცესს, ნუ ყოველ შემთხვევაში თაგვებშიო აჩვენაო ამ ცდებმა შედეგი და ალცჰაიმერს. ანტიბაქტერიული თვისებები. ესეც ძალიან ეფექტურად არის, მუშაობს, ისევე ეფექტურად მუშაობს, როგორც წამლებიო, მაგრამ იმ გვერდითი მოვლენების გარეშე, რაც წამლებს აქვს სუდი. შემდეგ, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი. ეხმარება წონის დარეგულირებაში და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ჩინურ მედიცინაში არის ნომერი პირველი ანტიდეპრესანტი. ხალხურ მედიცინაში ნომერი პირველი ანტიდეპრესანტი. და თავისი ანთებითი თვისებების გამო კურკუმა ართრიტის და რევმატიული ართრიტის ბუნებრივი მკურნალია. სკოლიოზიც გეწერა. სკოლიოზი არა, სკლეროზია. სკოლიოზი ახლა ჩაი როგორ მოარჩეს? სკლეროზი. სკლეროზი. არა, სხვათა შორის და მე კიდე წავიკითხე უკვე ხალხის თვითონ ხალხი ვინც ამ ჩაის სვავს და ხო ხალხის გამოხმაურება როგორია და ძალიან ბევრი ეწერა ამ ანტიდეპრესანტზე, ტკივილგამაყუჩებელზე და ეწერა ბევრი ართრიტზე. რომ აი ხალხი წერდა რომ ტკიო და ეს სპორტსმენები დიმიტრი, სპორტსმენები წერდნენ ძალიან ბევრი, რომ ეს ვლების ტკივილი რაც დიდი დატვირთით. შენ მოცეკვავეები. ისა დამისხი ერთი რა ქრონიკული დაღლილობა. ეხლა და მოდი ახლა ჩავყარეთ ეს ყველაფერი, დავასხათ ადუღებული წყალი და სადაც 10 წუთი გავაჩეროთ. არის 2 ხერხი ამ ჩაის მომზადების, მაგრამ მე ეს ავირჩიე. შეგვიძლია ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე ამ ყველაფერთან ერთად და წყალი სადაც 10 წუთი და შეგვიძლია ესე დავაყენოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ადუღების დროს იკარგება ის კეთილთვისებები და ჯობია ნაყინი იყოს. კიდე ერთი რაც დამავიწყდა და ეხლა გამახსენა თავი, ეს არის შავი პილპილი. შავ პილპილი, არ ვიცი რა ქიმიური პროცესი მიდის, სამწუხაროდ არ ვიცი ქიმია. მაგრამ გამოყავს ამ კურკუმასგან კიდე უფრო ბევრი კეთილთვისება, რაც ჭირდება. ანუ შავი პილპილი ოღონდ ძალიან ცოტა რა თქმა უნდა. ხო, ძალიან ცოტა არის, აი 2-3 დატრიალება. ეხლა ეს რამდენი ხანში დაილევა? ეს უნდა გავაჩეროთ 10 წუთი, 15 წუთი იყოს, რომ დაყენდეს. აუცილებლად დაგასიჯეთ და მაინტერესებს. სულიად ფხიზლად და ოღონდ ერთი შეკითხვა მაქვს, რაც ექნება ალბათ მაყურებელს. ეს ერთი დაყენება და დალევა არის თუ შეიძლება გავაჩეროთ და არა, შეგვიძლია გავაჩეროთ. სიმდგომარეობაში და მე ვფიქრობ, რომ არ ეწერა არანაირი ვთქვათ, გვერდითი ეფექტი, რატომაც შეიძლება ავირიდოთ თავი ყოველდღიური მოხმარებისგან. ამიტომ ვფიქრობ, ყოველ ან დილით, ან რა ვიცი,
დილის წინ თქვა პატარა ჭიქით, არ არის აუცილებლად დიდი რაღაც ჭიქით დავლიოთ, ჩაის ჭიქით თქვა. პატარა ჭიქითაც რო დავლიოთ, მე მაგრამ ამდენთვისება შეიცავს, მე მგონი შუადღე ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ თუ ანტიდეპრესანტია, თუ საღამოს მაინც შეიძლება აღგზნები იყოს ან პირიქით ხო და უზმოზე კუჭმარა დააშავა და მე მგონი შუადღე ყველაზე კარგი იქნება. მინდა და ზუსტად მე თქვა, ვისაც საწყობს რაღაც კუჭნაწლავის გარკვეული პრობლემები, თქვა ამდენი სუნელის მაგრამ არა ისეთი სუნელებია. ნაჭამზე იქნება გადასარეული, აი სადილის მერე ალბათ. გადასარეული? გადასარეული იქნება აი და სადილის მერე. ანუ შეიძლება დავაყენოთ და მთელი დღე ოჯახის წევრებმა მთლიანად ხო მიიღონ, მშვიდად წყარა წამდაუწმ გაკეთება რო არ დაგჭირდეს და აი ეს რო შევიძინოთ, აი ამდენი რამდენიც მოიტანა 50 გრამი თუ 100 გრამი, ძალიან დიდ ხანს გვეყოფა. ზომიერების დაცვისკენ მოვუწოდოთ ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა. ზომიერება? ზომიერად ყველაფერი. ზედმეტი არ შეიძლება. კოჭის მაგალითი რომ მოვიყვანოთ თქვათ ის რაღაცა. მოდი მე ესე ვიზარდოთ. ნერვის ნახარში. ბევრმა მიიღო ეს ჯინჯერი. არა, უკვე, იმიტომ რომ ჯინჯე კოჭა არასწორად მიიღო ხალხმა, საერთოდ იფიქრეს. ხო და მაგას ვამბობ ზუსტად მერე რომ სწორად მივიღოთ ეს. კოჭა არ ახდუნებს სითხეს გამოდევნის ორგანიზმიდან, აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა, ცხიმების გაქრობა და სითხის გამოგება. და დავასრულოთ მოდი ჩვენი კერძი აქეთ. ხო. ეს ქათამი უკვე მოხასულია აქ, ჩაშუშულია. კანის კარტკული უნდა. არა და როცა იქით გადაგწყვეტ. მოდი ესევე დავასხავ, იმიტომ რომ კი ბატონო. რაიმე მაყურებელო ვიზიარებ. ძალიან. უფ. დავაყაროთ კონდარი. ვიზუალურად შვენიერია. გემოში ეჭვმეპარება? ეჭვმეპარება არ მეპსანა. მე კორად შეკავ თავი ამის ბოლომდე და. არ მინდა რომ ძალიან გავაწყალოთ, დავასხა და ეს მინდა განაშარაფდეს. გემოში ეჭვი რაში მოეპარებოს? ქათამი და ბროწეული სვენია. როგორ უნდა მეპარებოდეს ეჭვი? მარილი. პილპილი. ძალიან შევხედე. ძალიან მადის აღზრელია ეს ყველაფერი. კაი. სად არის? დუმილი ოქროა. ცოტა ხანი კიდე უნდა რომ დაიწიოს და მზად იქნება. მაყურებლებისთვის გვაქვს სიახლე და კი ბატონო, გავიგოთ სიახლე. მივცეთ საშუალება ნია ტყეშელაშვილს რომ გვამცნოს სიახლეები, რომელიც არის ალტაში. ნია გისმენთ. მოგესალმებით, მე ახლა ვიმყოფები ჭავჭავაძის 16 ნომერში, ანუ ალტას ახლად გახსნილ შოურუმში და გესაუბრებით ალტას და LG-ის სიახლეებზე. ალტა და LG კომპანია LG წელს გახდნენ პარტნიორები და როდიდან შედგა მათი პარტნიორობა, ახლა ამაზე უფრო კონკრეტულად გვესაუბრება დიტო აბულაძე. დიტო, საინტერესოა როდიდან შედგა გამარჯობა, თქვენი პარტნიორობა და რას წარმოგვიდგენთ? მე მინდა მომხმარებელს ვამცნო, რომ 2014 წლის სექტემბრიდან ალტა გახდა ოფიციალური პარტნიორი LG-ის, შესაბამისად უკვე ალტა შოურუმებში გარდა იმისა, რომ შეიძლება სხვა გრანდიოზული ბრენდების შეთავაზება, ასევე შესაძლებელი არის შევთავაზოთ ოფიციალური ჰოლოგრამით LG smartphone-ები. შესაბამისად, მომხმარებელს მინდა ვამცნო, რომ LG ძალიან დიდი არჩევანი არის ალტაში და როგორც ჭავჭავაძის 16, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ასევე ნებისმიერ შოურუმში მთლიანი ტელეფონების არჩევანი წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ისევე ბათუმში და ისევე ქუთაისში. პირველ ეტაპზე ტელეფონები და შემდეგ რას გეკმავთ? პირველ ეტაპზე ამ ეტაპზე LG-სთან თანამშრომლობთ smartphone-ების კუთხით, მაგრამ მომავალში თანამშრომლობა გამყარდება, რა თქმა უნდა და ჩვენი LG-ის პარტნიორობას გამყარდება, შესაბამისად გადავალ ტექნიკაში და შემოვა სხვა კატეგორიების გარდა smartphone-ებისა. ჩვენთან ეს წარმოდგენილია რამდენიმე ტელეფონი და ერთი კონკრეტული მაინც ვუჩვენოთ მაყურებელს. ფლაგმანი, მოდი დავიწყოთ LG G3-ით, რომელიც არის ნამდვილი ფლაგმანი, რომელიც წარმოდგენილი არის ჩვენ შოურუმებში. მასზე მოთხოვნა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდია, რადგან მას გააჩნია ისეთი სპეციფიკაციები, რომლებიც ნამდვილად განასხვავებს სხვა ბრენდებისგან. ძალიან დიდი მადლობა, მოყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენ ასევე გავესაუბრეთ LG-ის კავკასიის რეგიონის დირექტორს და ახლა შეგვიძლია მისი კომენტარიც მოვისმინოთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ალტა პოპულარული და წარმატებული კომპანიაა. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ მასთან პარტნიორობა. პირველ ეტაპზე უახლესი მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა გვაქვს წარმოდგენილი. სამომავლოდ კი კიდევ უფრო ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ალტასა და LG-ის ერთგულ მომხმარებელს. ასე რომ თუ თქვენ LG-ის ერთგული მომხმარებლები ხართ, ამიერიდან უკვე შეგიძლიათ ალტას ყველა მაღაზიას ესწროთ და შეიძინოთ ოფიციალური ჰოლოგრამით მათი პროდუქცია.
ძალიან დიდი მადლობა ნიაკო. LG და ალტა გაერთიანდა. დიახ. თუმცა აქ გაერთიანდა ეხლა რძე და კარტოფილი, ანუ პიურე ამოიზილა რძეში და რძე, რომელზეც ალერგია მაქვს და ვერასოდეს ვერ ვსვავ, პიურესთან ისე მიყვარს კვანს. ისე მიყვარს, ვაი, ვერ ფანტასტიკური აკომპანიმენტი იქნება ამ კერძისთვის, ძალიან მოხდება. ხა მე მინდა რომ გაგასინჯოთ, იმიტომ რომ თქვენი აზრი მაინტერესებს. მე მომეწონა და ძალიან კარგი იყო, აი ძალიან კარგი. არა, მერიკო ბოლომდე მზადვა. მოიწეთონჯე. მოიცა ცოტა ხანი. დაახურო ცოტა ხანი თუ არა? არ დაახურო, იყოს ცოტა ეგ. კარგი, ნახე როგორ თუქ. აი ჯავზი მინდა. უი, ამასაბაში ჩაი უნდა გასინჯოთ. ჩაი, ჭიქები. შაი დაასრულოთ ერთილობა. არა. ყავის პატარა ჭიქები. ახალი ძელი მოვიდა. ეს ჩვენია, თბილისი 2015 წელი. ძალიან დიდი არის. ჩემთვის არის კარგი. ჩერის ჭიქებში ჩამოვა. თბილისი 2015 ნაბიჯი მომავალში. აი ჩერისგან მითხარგი. აჰა კიდე. მე ჩამის მაგაში თქო. ხა. ეს თებერი გაიგება. აი ესეთ ყვითელ ფერს მიიღებს, იმიტომ რომ თან ეს კურკუმა არის. აი მე რა კარგი რაოდენობით. ეხლა რომ შეხვიდე სადმე კაფეში და ჩაი და რისი კურკუმასი უთხრა. მე დავდებ ჩემ ერთ-ერთ და ცოტა თაფლი ნახე, ოხრაოხერი ხარში. ცოტა თაფლი აუცილებლად და შეგვიძლია ლიმონით შავაწუროთ თუ გემოსთვის. ეს ესე ჩვეულებრივია თუ რამე არაჩვეულებრივია? შეგიძლია ეგრე ქნა, მერიკო მაინც ფეხი გაწიე. ჩაგიწურო აჩი? ლიმონი. არ მინდა ლიმონი. მე ოდნავ მინდა თაფლი. ძალიან შეწუხდებით. თაფლი. ლიმონი სამიწური? და ეხლა და მე და შენ დავიოთ. ერთი, ეხლა თაფლი ცოტა. გამიში? აი თაფლი ძი. გამიში? აუ ეს არის ეხლა რა ვიცი რა. ცოტა თავს კიდე ჩავასხადი სიტყვას. მერიკო. და გვანც რისი არომატია აქვს? უი, დიდი მადლობა მერიკო. თაფლისთვის ძალიან გემრიელია, დარიჩინმა ისეთი გემო მისცა, რომ ფანტასტიკური, ძალიან გემრიელია. ავედით რეკლამაზე, მანამდე დავაგემოვნებთ კერძსაც და დაბრუნდებით უკვე იმისთვის, რა გელოდებათ ბრავოში დღეს უკავიოს.